უკრაინელი ქალი შავკანიანმა უსახლკარო მამაკაცმა მოკლა, მაგრამ მედიათა უმრავლესობა ამის შესახებ დუმს. ეს არის სიჩუმე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მკვლელი შავკანიანია და მსხვერპლი თეთრკანიანი. თუმცა პირიქით რომ მომხდარიყო, დიდი ხმაური მოხვებოდა. 22 აგვისტოს ირინა ზარუცკა ავტობუსში დეკარლო ბრაუნის წინ დაჯდა. ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე დეკარლომ ყელში დანა ჩაარტყა ქალს. ირინა თეთრკანიანი ქერა უკრაინელი ლტოლვილი იყო, რომელიც ომს გამოექცა. დეკარლო შავკანიანი უსახლკარო 4-ჯერ ნასამართლევი დამნაშავეა, რომელიც ციხიდან ახლახან გამოვიდა. მე არ მინდა მათი კანის ფერების ხსენება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, რადგან თეთრკანიან მამაკაც შავკანიანი ქალი რომ მოეკლა, ეს ეროვნული მასშტაბის ნიუსი გახდებოდა. და მაინც New York Times არაფერი უთქვამს ამის შესახებ, CNN არაფერი უთქვამს და MSNBC-ც დუმს. რა აქვთ მათ საერთო? ისინი ყველანი მემარცხენეები არიან. ეს აშკარად მნიშვნელოვანი ნიუსია. მათ რატომ არ აშუქებენ მას? რადგან მედიაში არსებობს რასობრივი ორმაგი სტანდარტი. არ შევცდეთ, მემარჯვენე მედიაც, როგორიცაა Fox News და New York Post, მიკერძოებულია. საქმე იმაშია, რომ მედია უმეტესწილად მემარცხენეა. ჟურნალისტების 30-დან 60%-მდე მემარცხენეა, 5-დან 7%-მდე მემარჯვენე. ამიტომ ჩვენ ყველანი რეალობის დამახინჯებულ ვერსიას ვიღებთ. ისეთს, რომელშიც თეთრკანიანის მიერ შავკანიანის მკვლელობა აღნიშვნის ღირსია, მაგრამ შავკანიანის მიერ თეთრკანიანის მკვლელობა არ უნდა ვახსენოთ. ორივე თანაბრად არასწორია და ამას ქანქარა ერთი ირაციონალური უკიდურესობიდან მეორეზე გადაჰყავს. თეთრკანიანების ამაღლებიდან თეთრკანიანების დამცირებაზე. ამასობაში შავკანიან თეთრკანიანთა რასობრივი ურთიერთობები იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე საუკუნის დასაწყისში იყო. მაგრამ მე როგორც შავკანიან მამაკაცს, რატომ უნდა მადარდებდეს ეს? რადგან ჩვენ ყველას უნდა გვადარდებდეს. ჩვენ რასიზმის დასრულება გვევალება და არა იმის შეცვლა, ვის შეუძლია იყოს რასისტი. თუ ამას არ გამოვასწორებთ, ბევრი თეთრკანიანი განაწყენდება და ქანქარას უკან გადახრის. ასე ვერ გავაგრძელებთ. უნდა დავთმოთ რასობრივი უპირატესობები და ყურადღება მთავარ პრინციპებზე გადავიტანოთ. ყველა წესიერმა ადამიანმა უნდა თქვას, არ მადარდებს მათი კანისფერი. ერთი ადამიანის მიერ მეორის მკვლელობა ცივსისხლიანი ბოროტებაა. ყველა ადამიანმა უნდა თქვას, არ მადარდებს ვინ დაიწყო. ერთი ბიჭის მიერ მეორის დანით დაჭრა არასწორია. ყველა მოწიფულმა ზრდასრულმა უნდა თქვას, არ მადარდებს როგორ გრძნობთ თავს. ქალის მხრიდან ბავშვისთვის რასობრივი შეურაცხყოფელი სიტყვების თქმა ამაზე რძენია. დაყოფა არ უნდა იყოს შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის. ის უნდა იყოს არასწორსა და სწორს შორის. მედია ჩვენი დაყოფით იღებს მოგებას, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ ამ თამაშში ჩართვა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.